იდეა იყო ჩემთვის, რომ თუნდაც ჩემი პრობლემებიდან და ჩემი ბრენდის პრობლემებიდან გამომდინარე, მინდოდა შექმნილიყო ესეთი პლატფორმა, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ქართველი დიზაინერები, აიტვირთება კოლექციები და თქვათ შევა ადამიანი, რომელიც თავის ფოტოსურათს ატვირთავს. ყავდა უამრავი დიზაინერი გაერთიანებული. ადგილობრივ ქართულ მოდის ბაზართან მუშაობა არც ისეთი ადვილია დღეს. რა თავარ სირთულებს აწყდება ქართველი დიზაინერი? ეხლა კიდევ არის რომ თქვათ ქათაუთები და ghost mannequin-ზე გადაღებული ფოტოები არის აუცილებელი. თავიდან მქონდა ამბიცია რომ Mercedes-Benz-ის დიზაინერები და უკვე პრემიუმ დიზაინერები ყოლოდა geofashion.com-ზე. რატომ ხდება რომ აქ ძირითადად ყველაფერი გვიწევს რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ, პლუს advertising-ის გარეშე დღესდღეობით არაფერი აღარ ხდება. ჩადოს რესურსი ფინანსური და გადაგვაროს. ეს ყველაფერი იყო იმის საფუძველი რომ ნინელიმ შემდეგ მოიხვეჭა ის სახელი რაც ჰქონდა. უცებ აღმოვჩნდი რაღაცა სულ სხვანაირ სამყაროში. სხვა ნინელი, რომელიც უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. წავედი უფრო კომერციული ხაზით. შევეჩეხი იმ პრობლემას რომ ეს არ იყო საბაზრო პროდუქცია. ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი პროდუქცია. იმიტომ რომ ყველას გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. გადავწყვიტეთ რომ ვიყოთ ძალიან პირდაპირები და გულახდილები, ხო? შემადგენლობებს ვკითხულობ რომ რა არის, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ვაგზავნი და იქაც ონლაინ მაღაზიას აკეთებ. შენ რო დახატავ იმას და ხორცშიას ხავ მე ქსოვილით, იმის რეალიზებას სად უნდა მოახდინო?